დაუბრუნდით ეს მერგო ბედნიერება და ნამდვილად ფანტასტიკური არის. მოსმულა 10 უკვე ჩემი საუკეთესო კერძი ხება. აქამდე ბოლომდე თუ ამიჯერებდი, ეხლა მაინც ვგჯერა. ასჯერ გაგონილს მაინც ჯობს, რომ ერთხელ შეთვითონ გასინჯო. შევცვალეთ ანდანაც. ვიგეთ უბრალოდ მოვარგეთ ხდება უნდა გადავედეთ შემდეგ რეცეპტზე, ხო? აბა ესე იგი აქ იხარშება ცხელი არაყი და ფაქტიურად მე შეიძლება მალე არ ვიცი თუნდაც გავხდები ძალიან მაგარი არომატი აქვს და ქალბატონი ბელა ახლა შიგნით კიდე თაფლს ამატებს და კიდევ რა ჩავატებს როგორ ეს არის მთის კონდარი, ბეკ კონდარი. იგივე სოდებული ბეკ კონდარი, ხო? ბეკ კონდარი, კი. ამას წყალს ვასხავთ. ვადუღებთ. რა პროპორცია ჭაჭა და წყალი? ჭაჭა და წყალი უნდა იყოს ნახევარი ჭაჭა, ნახევარი წყალი. გაჩნია გრადუს ჭაჭის. აბა ცოტა დაამატეთ. ცოტა გაადვილე. 20 ადუღდება. დილის მარლის აგერდება ხომ თქვა. გაიხსნება. საუზმის შემდეგ. დავასხავთ არაყს. არაყი. და მივიყვანთ ადუღებამდე, აღარ ავადუღებთ. ამას მივიყვანთ ადუღებამდე. მაინც გავითვალისწინეთ, რომ წინ კიდევ გადაცემა გვაქვს წასაყვანი. ამი მოვახერხეთ. ძალიან გებრილა. ფიარულად წავიდა. დიდი სიამოვნებით. აჰა. შემდგომ რას ვაპირებ? შემდგომ ვაკეთებთ ხავიც. ხავიცი კეთდება ერბოსგან. გავაცხელებთ ერბოს. ხო. ავადუღებთ, ადუღებამდე მივიყვანთ კარგად. და ამ ადუღებულ ერბოში ჩავაყრით ხაჭოს. ხაჭოს? კი. ხაჭოს. ესეც თუშური ხაჭოა. კი, ეს არის თუშური ხაჭო. ძროხის ხაჭო. ტკბილად მომთბარი. ხო. ცხელ მაღალ ცეცხლზე როგორც ხვდები, ხო? კი, მაღალ ცეცხლზე არა აქვს, ამ ცოტა მარილს გავუკეთებთ. კი ბატონო. და ამას ველოდებით დაახლოებით რამდენ ხანს ქალბატონო ბელა? ეს ადუღდება და 5 წუთში უკვე მზად არის. ვისთან ერთად უნდა მიერთვათ? ეს უნდა მივირთვათ მაჭკატთან ერთად. მაჭკატი არის მაჭკატი მზადდება ფქვილისგან და წყლისგან. წყალში ვხსნით, თქვათ 9 ლიტრა წყალში ვხსნით 1 ჭიქა ფქვილს და გამოვაცხობთ უცხიმოთ მაჭკატებს. აჰა, გასაგებია. ესეთ მაჭკატებს და შემდეგ ამაში უკვე გავახვევთ? კი, ამ მაჭკატს დავდებთ, მერე ხავით, მოვაყრით ქუმელს, ჩვენა გვაქვს ქუმელი, თუშური. ეს არის დაფქული, მოშუშული ქერი და დაფქულია წყლის წისქვილზე. ჩვენთან არის წყლის წისქვილი, რაზეც ფქავენ ამ ქუმელს. შუშავენ კარგად ქერს და მე იფქება წყლის. ფანტასტიკური. ეს სულ ასე იქნება, რომ რა კუთხის სამზარეულოც იქნება, თქვათ იმ პერიოდში იმ კუთხის ინგრედიენტებს გამოიყენებს მზარეული, ხო? მაქსიმალურად როგორც შეიძლება. ასევე საინტერესოა თვითონ ამ კონცეფციაზეც მე შემდგომ თუშურის მერე რა იგეგმება, რომელ კუთხეს დავაგემოვნებთ, რომელი კუთხის მეგრული და აფხაზური. შემდგომში იგეგმება მეგრულ-აფხაზური გაერთიანებული ერთად. ანუ ეს შეფებიც ესე ვთქვათ შეიცვლებიან, ხო? ესე გამოდის. შეფები არ მხოლოდ შეიცვლებიან. ეხლა პირდაპირ ეთერში ველნებით, რომ თუ ვინმე იცის აფხაზური სამზარული მაგრად. კასტინგი გაქვს? აუცილებლად მოდით და გვაჩვენეთ და მოგვიგვათ რა იცით, ამიტომ გამოცდა უნდა გაიარო. ეხლა ვეძებთ, აი ვინც მეგრული ესე თუ ესე არც ესეთი რთული რო ვიპოვეთ, მაგრამ ვინც აფხაზური კერძები, აი თავისი მთელი სიღმით ესმის, მასეთი კადრ ვეძებთ ჩვენ ეხლა. ფანტასტიკურია. და იცი რა მაინტერესებს ჯონ, აი თქვათ თუშურს დავასრულებთ, შემდგომ იქნება მეგრულ აფხაზური. შეიძლება მე რაღაცა პერიოდის მერე ისევ განმეორდება, ხო რა თქმა უნდა თუშური დაბრუნდება. მომენატრება მოსმოლა და რა გავაკეთო? არა, არის ჩანსი კიდე აი ვის რომელიც მზარულთან ძალიან მოგსონს და გრძნობრო ხალხმა ამ კუთხის შეიძლება საერთოდ ცალკე პროექტი იყოს, არა სულ იყოს თუშური. მაგრამ ეს მოგზრობა საინტერესო არის, რომ მაგალითად ზაფხულში აფხაზური მეგრული სამზარული უფრო მოუხდება ქალაქური კლიმატი, ვიდრე თუშური. თუშური კარგი თუ მთაში იქნებით, მაგრამ აქ სიცხეზე ამდენი ერბო ჰორცი სომი შეიძლება რთულად იყოს. მაგრამ უფრო თევზიული, უფრო ჰაეროვანი საჭმელი მოუხდება ზაფხულს და ამიტომ
ამ მოგზრავი მენიუ გვაძლევს საშუალო რომ ავარჩიეთ ჩამოსასმელი ღვინო და კერძები მაგის შესაბამისი სეზონი და ბაზარი რაც გვაძლევს და რომელი ხავასთვის იქნებოდი საუკეთესო და ყველაზე გემრიელი რომ მიირთმევთ იმ თვეში. ამასობაში ხაჭომ რა გააკეთა? კი, ხედავთ ამ ყველაფერს. აბა 10 ეკოვს ისოთა მაგლა ვაჩვენეთ. აი ცოტას ვაჩვენებ კარგად მაყურებელს, აი როგორი არის და მე მინდოდა ქალბატონი ბელოსთვის მეკითხა თბილად მომთბარი ხაჭო რო აგვიხსნათ ესე იგი როგორი ტკბილად ეს რძეს ამჟავებენ არ დღვებავენ ცოტას დაამჟავებენ მე მოათბობენ და ეს თითქოსთან ერთად არა შაქარი არ უნდა რძე არის გამთბარი და ისა ამიტომ ჟავე გემო არა აქვს არის ტკბილი ეს სიმჟავის არქონის გამო ქვია ტკბილი ისე მე ვატკბობთ კიდე რამით თუ არ არის ეს ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს და ბუნებრივად რაც ექნება ის თვითონ ფაიჰარისი რძე თავისი საკუთარი ლაქტოზისგან სითქვა აქვს კი ისე როდესაც თუშურ კერძებს აგემოვნებ თუშური მუსიკაც გჭირდება მუსიკა მე და ჯონისთვის ეს სუფრა აუცილებლად ჩვენ 2 აპრილს გვექოლება თუშური ლექსების და მუსიკალური საღამოთ 6 საათზე. მანამდე შიგ-შიგ ბუნებრივი თუშები თვითონ მოდიან და იწყებენ სიმღერას, მაგრამ 2 აპრილი გვექნება აი კონკრეტული საღამოთი ამისთვის და დაახლოებით 30 სტუმარი შეიძლება მოთავსდით. აი ვინც, ნუ დასრებაზე არის ვინც დაჯაშნას. დაჯაშნას ეს კატებს ვამზადებთ აქ ქალბატონმა ბელამ აიღო 9 ლიტრი წყალი ბელა რახან ერთი არის მაგითო 30 კაცი. სკამები მეტი გვაქვს. დაახლოებით 200 გრამ ფქვილთან ერთად ესე აურიეთ და ხსნით ფქვილს წყალში. შემდეგ მივიღებთ აი ამ სახის მაჭკატებს. საუზმეზე როცა ვსაუბრობდით, ისე მე მგონი ესეც საუზმისთვის ძალიან კარგი იქნება, რა? კი, აი თუშური საუზმე შეიძლება თქვა რომ ხშირი შემთხვევაში მინახია რომ იქ ხა მაგლამთაში სოთ არის ვინც ქათმები და რაღაცები ქავს და ზირეთად ესეთი ქველი პური სხვადასხვა კომბინაცია ამ ხელა რაკთან ერთად ბეკონდარის ჩაითან ერთად, დეკეს ჩაისთან ერთად. ყავის მაგივრად იქ მესამე ვარიანტი დაგვავიწყდა ჯონ რო ვსაუბრობდით ყავა და ჩაი, თორმე მესამე როგორი ყოფილა ცხელი არა. სხვა ბალახი ჩაის ნაკენები. არის აი თვითონ მოცვის ფოთლებიდან შეიძლება ჩაი იყოს ძალიან გემრიელი თუშური, დეკა იგივე როდოდენდრომი არის ბეკონდარი არის თუშური პიტნა. რომელიც აბსოლუტური სხვა გემოაქვს ვიდრე აი ბარში დაკრეფილი პიტნა რომელიც ველური არის სოკო არის ნაირნაირი თუშეთში არის დათვა სოკო არის მენდორის შამპინიონები ესე იგი სოკოც არის მენიუში სოკო არის სოკოს კაურმა გვაქვს კაურმა ეს არის თუშური ვაუ კაურმა სოკოს ყაურმა ფანტასტიკური არის. იცი რა მაინტერესებს ეხლა რახან ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი საუზმეზე, ჩვენ პირველი 2 ბლოკი დავუთმეთ საუზმეს. აი თუ კი მსურველს გაუჩნდა პილპილში საუზმის მირთმევა. არის მაგის საშუალება? რამე შემოგთავაზებს? ამჯამად გაჩნე ქართული საუზმე შეიძლება 11 საათიდან დაიწყებ იმ შემთხვევაში კი. მაგრამ როგორც დასალელები თვლიან რომ 8 საათზე ეს არის თემა რომელსაც ჩვენ აუცილებლად გვინდა რომ განვითარებთ მაგისტრის უნდა დავატრენინგე ახალი მზარულები უნდა ვიპოვეთ ვინც თანახმა არის ადრე დგომას და რომ მიიღებს მაგრამ სადაც არის 114 აგმაშენებელი რესტორანი პილპილი მან საკმაოდ ბევრი ოფისები არიან საკმაოდ ხშირი მოსახლეობა არის ქართველები და უცხოელები და ფიქრობ რომ ეს იქნება სორი ადგილი სადაც დაახლოებით ერთ თვეში ექვს კვირაში საუზმის პროგრამი გავხსნით რომელიც იქნება იგივე ნატურალური ჯამთელი მაღალხარისიანი ჩაი და კავა და საკმაოდ სწრაფი ამიტომ საუზმე არავის არ აქვს ბევრი დრო სამსუხაროდ. ფანტასტიკურია. გავახურეთ კეცი ხუმელში და ახლა ეს ჩვენი მასა გადმომაქ კეცე. ქალბატონ ბელა სულ უკნა? კი, ჩაასხეთ სუნთელი. დედა, როგორი? ნახე რომ ურსა დავასწარი ელენე. აი ნუ ჩუბო. ისევ დაგასწარი. ამასობაში მაჭკატიც გამოცხვა. ხო? ხელი მაჭკატი როგორც თქვი წყალზე და ფქვილზე ხო რომელსაც სიტკბო არ აქვს არავით არის კი ბატონო ნახე როგორ სრიალებს ესე
მე მაინტერესებს შემდეგ აი აწყობის პროცესი, რასაც ჩვენ კერდის აწყობას ვეძახით, ამ შემთხვევაში როგორ არის? შეგვიძლია? მოდი, ერთი დემონსტრაცია ბელა რო გაგვიქეთებ, როგორ უნდა ავაწყო. მგონი ამას ვაკეთებთ ახლა. იმისთვის რომ ჩვენთვისაც თეფს მოგაწვით ახლავე. ერთიც არის სანიმუშოდ, რომელსაც შემდეგ საკო დააგებ. დედა ვინ არის ეს კონკურენტია? დაგემოვნებაში. მაგრამ შენც დამაგემოვნებინებ, ვიცი კეთილი ხარ. ნახოთ როგორ აბა, ქალბატონო ბელა, გიყურებთ და გისმენთ ყურადღებით. ავიღებთ მაჭკაც. თხელია, ნახეთ. ხო, ძალიან თხელი სიფრიფანა. მაჭკაცზე დავდებთ ხავიც. ხო. აი დაახლოებით ამდენს. კი ბატონო. შემდეგ გვაქვს ქუმელი. ამ ქუმელს მოვაყრით. თუშური როგორც ვთქვით, ხო? კი, თუშური. საკმაოდ დიდი რაოდენობით, ხო? კი. ხაბატონ ბელა, სად შეგვიძლია ამის ყიდვა ხო არიცით? ამის ყიდვა, ქუმელის ყიდვა შეგიძლიათ ალვანში. ან შეიძლება თელავის ბაზარში თუ შეუკვეთეთ. კი, შეუკვეთოთ. მაჭკატი საუზმე, პრინციპში ესე შეგვიძლია ვთქვა. თუშური საუზმე. თუშური სადილით საუზმეთ საღამოთიც გამოდის. აი შეგიძლიათ მიირთვათ შემიძლია დავაგემოვნო დიდი მადლობა. ხალხო, რა მინდა კიდე თქვა, ხო არის შვეიცარიაში ფონდუ. ძალიან ქავს ჰავიცე. ავსებობს კრეპების თემა საფრანგეთში, ბლინების რუსეთში. მე არ ველნები რომ ასეთი დამქავსებული არცაც არ არის, მაგრამ უნდა გვაგვექცენდეს რომ საქართველო არის ზერძველი კულტურა, რომელიც ფესვი დაიწყეს არამ ამ ერების ისტორიიკო დაწყებული. რა ვიცი რომ ფონდუ აქედან არ არის აღებული, ან კრეპერი, ანუ ჩვენ მის გაჩერდი ქართველებს კიდე ეგვია. ჩვენ მიცრაფი რომ ჩავიხუტე ყველაფერი უცხო, უნდა ჯერ შევისალო ჩვენ საკუთარი ფესვი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაი რომ მართალი ხარ ჩემო ჯონ, ეგრე არის ნამდვილად. ისე საინტერესო პირველად სად იყო ეს მაჭკატების ტრადიცია პირველად ძალიან საინტერესო არის. ყველა საგანი შეიძლება სადაც ხორბალი და სკალი იყო, ალბათ ყველგან იყო. აი ვინ იყო პირველი, მაგრამ სოთა აი ცხინც ჰომი როცა ხედავ რომ ახალგაზრდა ქართველები სულ ვარდებიან კრეპერიაში და მაჭკატი არ აქვს ნაჩამი არც ერთხელ. არც იციან რომ ავსებობს. ხო და არაფერი ფრანგების მოსანანგები არ მაქვს, მაგრამ უნდა ვიცოდი ჩვენი რაც არის. კი, გეთანხმები. სწორედ ამას ემსახურება მე მგონი ეს არის საოცარი რამე. ამას ველოდებით, აი უკვე ეს ჯონისტებში რომ გამოართე საკო ცოტა ნაწყენი დარჩა, იმიტომ გადმოდე და გადმოდე. ბეკონდარით, რომელიცაც არაჩვეულებრივი არომატი აქვს. ანუ ცხელი არაყი? ცხელი არაყი. ცხელი არაყი. ბეკონდართან ერთად ბეკონდართან ერთად. საკო და შეიძლება თუშური პიტნა შეიძლება ალბათ კრაზანი შეიძლება თუშური პიტნა შეიძლება. თის ყვავილებით დეკით შეგვიძლია. არ აკეთებენ, ხო? სიმსარის გამო ალბათ. არა, დეკით არა, უფრო არომატიული რაც არის იმ მცენარეებით, უკეთებენ ცოტა სიტკბოს, იმიტომ რომ კაი დასალევია. ჯონ, დალია, ჯერ შენ და მე. მოდი, მეცა დეგუსტაცია გავაკეთოთ, შეიძლება თქვა ეს ცხელი არყის ჭაჭის მიღება? ზაფხულში შეიძლება. რეკომენდირებულია, რა თქმა უნდა, ზაფხულში ახლა სიცხეა, მაგრამ თათუშეთში გრილა. გრილა, მართლა. და აი ძალიან სასიამოვნოა. იცით? ჯონ, გადაცემა დამაკროს. გადახა მე ამას არ გამოვედი. ქალაქის ნასოვრი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ არ მოხცენდით თუ ჩამოხვალთ ფილფილში, ამიტომ ეს არის ძალიან დინამიური სიტუაცია, სადაც კულინარია იცლება, სადაც მრავალფერიანი ნატურალური ღვინო, სადაც აი საინტერესო მოსაზრი მხატვრები, პოეტები, მომღერლები იქრებებიან მაგის გამო რომ უყვართ ამ კულტურას და ჩვენ თუ ჩვენში არ ექნება მოგთოვნება, ეს შეიძლება როდესმე გაქრეს. თუში დაგზელდება ჰავიცის გაკეთება, სარამ ვიღაცა უნდა მისი ჩამა. მესხელს დაგზელდება თავის მესხური ქველი, სარამ იქნება მოგთოვნება. სულ რამდენიმე წლის წინ იყო რამდენიმე ოჯახი მესხეთში, რომელიც იმზადებული ტრადიციული ქველი. რაც კი ინტერესი გამოჩნდა დედაქალაქში, უკვე გამრავდნენ ორმაგი. თუ კიდე დავაძლიერე, მაგრამ მაშინ შეიძლება თქვა, რომ გადაშენების საშიშროება გადარჩა მესხური ქველი. ესე ყველაფერი, ანუ თვითონ არჩევს, სად ჩამთ, რას ჩამთ, როგორი სიამოვნო მოგანიშნავს და რა კულტურას ამაგრებ
აი თქვენი კლიენტურობას რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ტელემოყარებელს რომ თუ სურვილი გაგიჩნდათ ბუნებრივია რომ და გაგიჩნდებოდათ ეჭვი არ მეპარება რომ ესტუმროთ პიკო შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე დაარეკოთ და დაჯავშნოთ ბილეთი ხო ბილეთი არა მაგით ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ჩვენს Facebook-ზე იდება აუცილებლად პილპილის Facebook გვერდზეც 2 აპრილის საღამოთი იქნება ივენთების შესახებ კი 2 აპრილს დასწრებაზე არის ფაქტიურად ვინც პირველი მივა იმას გაუმართებს ქალბატონო ბელა ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ გვაზიარე ესეთი გემრიელი კერძები ნამდვილად ჩვენი ფავორიტები გახდებიან ესენი და შემდგომში გვეცოდინება პილპილში რომ მივალთ რა დავაგემოვნოთ ასე რომ დიდი მადლობა სტუმრებს ჯონ ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო სტუმრებისთვის რომ მოგვიყვანა და მოდი ჩვენ ახლა დავაგემოვნოთ ჩვენი ლეშინია მოგწეული არ გამოუშვა დილის მათი შეგვიძლია პილპილში და დაგვდებით ძალიან დიდი მადლობა მადლობა რომ დაგვიდგეთ გვერდში ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში ცოტა ხანში შევისვენოთ ცოტა